თუ დღეს რაიმეთი უბედურია ქართველი ერით საკუთარი მიღბების ტარებით. მთელი დღის მანძილზე სხვა ადამიანის მიღბის ტარებით დაიღლები და იქნები უბედური. თუ ხარ ის ვინც ხარ, ამ შემთხვევაში იქნები ბედნიერი. გულწრფელობაშია თავარი საზრისი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი. იყო თუ არა ჯვარცმული ავაზაკი ბედნიერი. ჯვარცმული ავაზაკი იყო ბედნიერი. როდესაც მან გაიგო უფლის სიტყვები, რომ დღესვე ჩემთან ერთად იქნები სასუფეველში. იყო თუ არა იუდა ბედნიერი, როდესაც მან აიღო 31. სადმე ჩანს, რომ იუდა ბედნიერიან გაიხარა? არა. ის ჯვარცმულია ბედნიერი. იუდა არ არის გულწრფელი, ავაზაკი თავის სინანულში გულწრფელია. ანუ გულწრფელობა არის, თუ გვინდა ვიყოთ გახარებულები, მოდი ვიყოთ ისეთი როგორც ვართ. ჩვენი შეცდომებით, ჩვენი ცოდვებით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეგუებით ამ ყოველივესთან. ეს ნიღბები გადავდოთ, დავმალოთ, ეს გადავაგდოთ, საერთოდ არ გვჭირდება ნიღბები. გულწრფელობა არის ბედნიერების წყარო.